მაკალანი გაფუჭდა, ძალიან ძვირია, ხარისხი და ფასი არ შეესაბამება. ამიტომ აი ასეთი განწყობა გქონდა, რომ მეც მქონდა მაგეთი განწყობა, რომ მაკალანი არ უნდა გავიდეს და ჯამი გამოავლენს გამარჯვებულებს საბოლოო ჯამში. ამ 6 ბოთლიდან ნამდვილი შერი ბომბი მართლაც აღმოჩნდა მაკალანი. ბრმა დეგუსტაციის დროს აღარ არის უკვე გავლენა ბრენდის, ბოთლის, ფასის, რჩება მარტო გემო, არომატი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება light ფორმატი. ვიმყოფები აფიშას სასტუმროში, აქ გაიმართება blind დეგუსტაცია და Speyside-ების ვისკების ჩემპიონატი. მოდით შევიდეთ და ვნახოთ რა ხდება. ნელ-ნელა დეგუსტატორები იკრიფება. მალე შეგვიშვებენ და ვნახავთ რა ხდება. აი ასე გამოიყურება დეგუსტაციის ოთახი. აი ვისკები არის დანომრილი, რომ არ ვიცოდეთ რომელ ბოთლში რომელია. აი ეს ბოთლები იქნება დღეს ჩემპიონატში. აი ასეთი ანკეტა უნდა შევავსოთ ყოველ ვისკიზე. ჩვენ ნახავთ დღეს ვატარებთ მეორე ტურს უკვე თქვენთან, ყოველ გამოცდილ და საინტერესო ხალხთან, იმისა რომ ბლაინდზე ჩვენ აქედან ავარჩიოთ გამარჯვებულები, რომლებიც გადავლენ უკვე ფინალში და ფინალში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმა უნდა გაიმარჯვოს. წინ გაქვთ ანკეტების, რომელიც დაგეხმარებათ რეცეპტორების მეხსიერების, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებაში, რომ არ დაგავიწყდეთ ბოლოში გასულთ წინ როგორ იყო და დაახლოებით მოინიშნეთ ნოუთები, გააკეთეთ ხოლმე და იმის მიხედვით გამოიყვანეთ გამარჯვებული. რამე მე მგონი აქ ასახსნელი არ არის, გარდა იმისა, რომ 0-დან 100-მდე აკეთებთ შეფასებას, როგორც პრინციპში ბეისზე ნახულობთ ხოლმე შეფასებას, საშუალო ჯამი გამოავლენს გამარჯვებულებს საბოლოო ჯამში, აქ ყველაფერი დაითვლება ბოლოს. მეგობრებო, ლევან ჭედია, ორგანიზატორი ამ ღონისძიების. ლევან, მოგვიყევი 1-2 სიტყვა, რა იყო დღეს აქ რა მოხდა? მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ბოდიში, იმიტომ რომ იყო ხარვეზი და მიკროფონი არ მუშაობდა და არ გამოვიდა რამოდენიმე საინტერესო ვიდეო, მაგრამ ეს ვიდეო მინდა დავასრულო ასეთი რეფლექსიით. მე ძალიან მიყვარს ბრმა დეგუსტაცია, იმიტომ რომ ბრმა დეგუსტაციის დროს აღარ არის უკვე გავლენა ბრენდის, ბოთლის, ფასის, რჩება მარტო გემო, არომატი და სითხე, რომელიც ჭიქაში ასხია. ამიტომ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მარტო გემოზე და არომატზე და ფინიშზე, ჩემი აზრით ეს ალბათ ძალიან სამართლიანი შეფასებაა ვისკის და სხვა სასმელის. თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, გავლენა იყო ფსიქოლოგიური ამ დეგუსტაციაზე ის, რომ ვიცოდი რა ბოთლები იყო. ამიტომ რაღაც მოლოდინები მქონდა, იმიტომ რომ მქონდა ინფორმაცია, რა ბოთლები, რა რელიზები იქნებოდა. ზოგიერთი ბოთლი მქონდა, როდესაც გასინჯული, ზოგიერთ ბოთლებზე წაკითხული მქონდა, ზოგიერთ ბოთლებზე მქონდა მოსმენილი სხვა განხილვებში. ამიტომ რაღაც ჩამოყალიბებული აი არომატის და გემოს, აი პროფილი, სტილისტიკა მქონდა რაღაც განწყობა ყველა ბოთლის მხრივ. და სწორედ ამიტომ იყო კიდევ უფრო საინტერესო, რომ მაკალან 12-მა Double Oak-მა
ჩემთვის პირველ ადგილზე გავიდა და აი როგორც ნახეთ ვიდეოშიც ბევრ დეგუსტატორების ქულები როცა უკვე შეაჯამეს, მაკალანმა მოიგო. უკვე წლებია რომ ვისკის ენთუზიასტები საუბრობენ რომ მაკალანი გაფუჭდა, ძალიან ძვირია, ხარისხი და ფასი არ შეესაბამება. ამიტომ აი ასეთი განწყობა გქონდა რომ მეც მქონდა მაგეთი განწყობა რომ მაკალანი არ უნდა გავიდეს და აი რა გამიკვირდა ყველაზე მეტად იცით რომ აი ამ დეგუსტაციის დროს ნამდვილი შერი ბომბი აი ამ 6 ბოთლიდან ნამდვილი შერი ბომბი მართლაც აღმოჩნდა მაკალანი. მაგრამ რაზე გამიკვირდა? იმიტომ რომ აი ეს ასეთი ფონი, ინფორმაციული ფონი არსებობს. მე ვიყავი რამოდენიმე კვირის უკან ვისკის კლუბის ბარში და დავაგემოვნე ძველი 12 წლიანი მაკალანი, რომელიც იყო ძალიან გემრიელი, მართლაც შერი ბომბი და აი იცით რომ მივდიოდი ამ დეგუსტაციაზე, რახან მქონდა ისეთი განწყობა რომ მაკალანი ვითომ ისეთი აღარ არის, ვფიქრობდი რომ აი მაგეთ შერი ბომბს ვერ ვიპოვიდი. რა თქმა უნდა, რაც იქ გავსინჯე ის ცოტათი ოდნავ სუსტი იყო, მაგრამ ვისკის ბარშიც ასევე გავსინჯე სიგნატორი ვინტეჯის მაკალანი და ძალიან მომეწონა. ახალი ჩამოსხმული იყო და მაგის გამო აი აგერად სპეციალურად გამოვიტანე კოლექციაში დავამატე ზუსტად ეს ბოთლი. ეს რა თქმა უნდა 14 წლიანი მაკალანია. ეს არ არის 12 წლიანი, მაგრამ აი როცა გავსინჯი აი სიგნატორი ვინტეჯის მაკალანი, აქ რა თქმა უნდა არაწერია ეს რომ მაკალანია, ეს არის Speyside და ფრჩხილებში როგორც ხედავთ აწერია M ნიშნავს მაკალანს. ხო და რა მინდა რომ ვთქვა, აი ესეც ძალიან მომეწონა და მიტო დავამატე და აი როცა წავედი უკვე დეგუსტაციაზე, ვფიქრობდი რომ რატომღაც მაკალან Double Oak-ი, რომელიც იყო დეგუსტაციაზე არ იქნებოდა შერი ბომბი, არ იქნებოდა გემრიელი, მაგრამ აღმოჩნდა იმ 6 რელიზებიდან ყველაზე გემრიელი ჩემთვის და აი უმეტესობისთვის აღმოჩნდა მაკალანი. მე ასევე ვაგროვებ გლენფარკლას, მაგრამ მე ვიცოდი რომ 12 წლიანი გლენფარკლასი არ არის ძალიან ინტენსიური შერი. ამიტომ ჩემი მოლოდინი იყო აი 6 ბოთლიდან ყველაზე ინტენსიური შერი რო ვიგრძენი რომ ეს უნდა ყოფილიყო გლენალახი და აი ძალიან გამიკვირდა რომ მაკალანია. შეიძლება მაკალანი გამოსწორდა, არ ვიცი. აი რა ვიცი, ბოლოს როცა გავსინჯე იყო აი ვისკის ბარში, ძალიან გემრიელი იყო, ძველი 12 წლიანი და აი ეს მაკალანიც, ამიტომ ეხლა ვერ გეტყვით, აი 2 წლის უკან როგორი მაკალანი იყო, ვთქვათ, ან 1 წლის უკან, თუ ეხლა გამოსწორა, რომელი რელიზი მოიტანეს, მაგრამ არ იყო ეს ძველი ბოთლი და ძალიან გამიხარდა ასეთი შედეგი, რომ გამოვიდა. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ კოლექცია მარტო გემო არ არის. რა თქმა უნდა, რასაც ვაგროვებ, რაც მაქვს კოლექციაში, გემრიელი უნდა იყოს, მე უნდა მომწონდეს. აი როგორც თქვი, გლენფარკლას 12 მე მაქვს კოლექციაში, მე გლენფარკლასებს ვაგროვებ, მაგრამ მე აი ამ 12 წლიანებში რომ გლენფარკლასი არ იყო ისეთი გემრიელი, როგორც მაკალანი ჩემთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მე გლენფარკლას აღარ შევაგროვებ. იმიტომ რომ კოლექცია ეს არის ემოციები, კოლექცია ეს არის ისტორია და ასევე მიდგომა, რატომ და რა არის იდეა მაგ კოლექციაში, აი ესეც ძალიან მთავარია. ამიტომ აი დეგუსტაციაზე შეიძლება მოიგოს იმ ბრენდმა, რომელიც თქვენ კოლექციაში არ გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი კოლექცია თქვა ცუდია. ეს პროსტა იმას ნიშნავს, რომ აი იმ დროს, იმ განწყობაზე, რაზეც მე ვიყავი, მაკალანმა აჯობა გლენფარკლას ჩემთვის. რახან კოლექცია ვახსენე, გადავწყვიტე ჩავწერო რამოდენიმე ვიდეო ჩემს კოლექციაზე, ჩემს მიდგომაზე, რა ბოთლებს ვაგროვებ, რა იდეა აქვს კოლექციას. ამიტომ არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ ეს არხი, რომ არ გამოტოვოთ მომდევნო ვიდეოები. თქვენ კი თუ არ გაქვთ ბრმა დეგუსტაციის გამოცდილება, ჩემი რჩევა რომ გასინჯოთ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს, წარმატებები და დროებით.